როცა ფორმები გრძნობლებად ითარგმნება. ეს არის სამყაროს ენა, რომელიც თავისთავად გვესაუბრება. ხშირ შემთხვევაში თავისით მოდის ეს ფორმა. აქ გრძნობ ენერგეტიკას, იმიტომ რომ აქ ბევრი სიღრმეა, ბევრი ფორმაა. რა თქმა უნდა, ეს ენერგეტიკა უხილავია. ჩემთვის იყო მთავარი ფორმები. ფორმების ჯამრთელი შინაარსი. ეს სამკუთხედი, ექვსკუთხედი, ყველაფერი არის დაკავშირებული ბუნებასთან, ჩვენ საწყისთან, ხო, ჩვენ სხვა ბუნების ნაწილი ვართ თავისთავად. ფარული ემოციების, ფარული გრძნობის გამომჟღავნება ხელს უწყობს ჯანმრთელობის გაუმჯობესებას. გადავდივართ მედიტაციურ პროცესში და გონება მშვიდდება. ის რაც უხილავია, შეიძლება გახდეს ხილული. ის რაც უფერულია, შეიძლება ფერი შეიძინოს. თუ არ გვჯერა რომ განვიკურნებით, არ განვიკურნებით. არტ თერაპია. არტ თერაპია ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა მედიცინაში, დღეს საკმაოდ ფართოდ უკვე გავრცელებული. წარმოვიდგინოთ 1 საათი, სადაც ბავშვები აფერადებენ გაკვეთილზე. ხო, რამხელა მხიარულება, რამხელა ჰარმონია შედის, ხო? რამხელა სიმშვიდეა. რა კავშირი შეიძლება ჰქონდეს ხელოვნებას ადამიანის სიმშვიდესთან, თვით გამორკვევასთან, თვით რეალიზაციასთან და შესაბამისად ჯანმრთელობასთან. ონკოლოგიური პაციენტებიც განუკრუნიათ, თუნდაც მედიტაციური გზით. სამყაროს გეომეტრია და გეომეტრიის სულიერება. ჯამში ყველაფერი გეომეტრია, ხო ბუნებრივია. ისევ საკრალურ გეომეტრიას უბრუნდები, ეს არის საწყისი ამომავალი. სამკუთხედის სამება, გონების, სულის, სხეულის ერთობა, ყველაფერს მნიშვნელობა აქვს. სული ძირითად შემთხვევაში მრგვალი ფორმით მოიხსენიება. აუცილებლად მივცემ არაცნობიერს იმის საშუალებას, რომ ამოიტანოს ის, რაც არის. ნახეთ, საკრალური ხაზების პულსაცია, ორნამენტ თერაპია. ეკა სანიკიძის საავტორო პროექტში მედიდია. ხუთშაბათს ტელეკომპანია პულსის საღამოს ეთერში.